ტექნიკა, რომელსაც ვიყენებ ჩემი ქვეცნობიერული რწმენების დასამუშავებლად, რათა აღარ დაასაბოტაჟონ ჩემი სურვილები. წინა ვიდეოში ვისაუბრე, როგორ უნდა აღმოვაჩინოთ ჩვენი ქვეცნობიერული ჩვევები მედიტაციის დახმარებით და თუ არ გინახავს, აუცილებლად ნახე და ახლა მოგიყვებით რა უნდა მოვიმოქმედოთ მას მერე, რაც მათ აღმოვაჩენთ. დავიწყოთ იმით, რომ ყველა ხელის შემშლელი პატერნი, რაც გვაქვს ქვეცნობიერში, წარმოიშვა ჩვენს წარსულში. როცა გარკვეული მიზეზის გამო განვიცადეთ ემოციური ტკივილი და ეს ტკივილი ვერ დავამუშავეთ და არც არავინ არ გვყავდა იმ მომენტში, რომ ამ ყველაფერში დაგხმარებოდა. დიდწილად ბავშვობაში გვაქვს ხოლმე ესეთი გამოცდილებები, მაგრამ ნებისმიერ ასაკში შეიძლება მოხდეს. მაგალითად, თუ კი ბავშვობაში დაგვაბულინგეს და არავინ იყო იქ, ვინც გვეტყოდა, რომ ბულინგი არ განსაზღვრავს ჩვენს რეალურ ღირებულებას. ბავშვისთვის ძალიან რთული არის, რომ ამდენი ნეგატიური ემოციები დაიტიოს, ამიტომ ეს ემოციები გროვდება ქვეცნობიერში და აყალიბებს ქვეცნობიერულ რწმენებს. შეიძლება მერე წლები გავიდეს, ეს მოვლენა საერთოდ დაგვავიწყდეს, მაგრამ ქვეცნობიერული რწმენა დარჩეს და ისეთი გადაწყვეტილებები მიგვაღებინოს ცხოვრებაში, რაც ჩვენი სურვილებისაგან სრულიად საპირისპირო მიმართულებით გაგვაქანებს. თუმცა მედიტაციით შეგვიძლია ეს ჭრილობა ამოვიცნოთ და დავამუშავოთ ტექნიკით, რომელსაც მე პირადად ვეძახი shadow works, თუმცა ეს არ არის კლინიკური ტერმინი, ითარგმნება როგორც ჩრდილის დამუშავება და ჩრდილში იგულისხმება ჩვენი ფსიქიკის ის ნაწილები, რომელსაც ესე ზედაპირულად ვერ ვხედავთ. თვითონ ტექნიკა საკმაოდ მარტივია, უნდა დაჯდეს სიჩუმეში და წარმოსახვით გადახვიდე იმ მომენტში, როდესაც ეს ემოციური ტკივილი განიცადე. და მისცე შენ თავს საშუალება, რომ 1-2 წუთით სულ ცოტა ხნით ეს ტკივნეული ემოცია შეიგრძნო. ანუ მისცე საშუალება, რომ გამოთავისუფლდეს. აქ უნდა გავაკეთო უმნიშვნელოვანესი შენიშვნა, რომ თუ კი ძალიან ძლიერ ტკივილთან ან ტრავმასთან გვაქვს საქმე, აუცილებლად უნდა მიმართო პროფესიონალს და არ უნდა გააგრძელო აი ამ პროცესის მარტო წარმართვა. როდესაც აი ამ უარყოფით ემოციას შეიგრძნობ და გამოუშვებ, წარმოიდგინე შენი იმდროინდელი თავი, რომელმაც ეს ტკივილი განიცადა და უთხარი სიტყვები, რისი მოსმენაც მას მაშინ სჭირდებოდა. აი მაგალითად, ბულინგის მაგალითი რომ გავაგრძელოთ, უნდა მიხვიდე შენს ბავშვ ვერსიასთან და უთხრა, რომ საკმარისად კარგია, რომ ბულინგი მას არ განსაზღვრავს, რომ ღირებული არის, მიუხედავად იმისა, რას ეუბნებიან გარშემო ადამიანები. თავი უნდა აგრძნობინო უსაფრთხოდ. უთხარი, რომ ახლა უკვე დიდი ხარ და რომ გესმის, რომ შენს ღირებულებას განსაზღვრავს შენი შინაგანი სამყარო და არა ის თუ რას ფიქრობენ შენზე სხვები. და მიეცი პირობა, რომ აღარ მისცემ გარემოებებს იმის საშუალებას, რომ ასეთი ტკივილი მოგაყენონ. ხშირად საკმაოდ ემოციური არის ეს პროცესი და შეიძლება აგეტიროს კიდევაც, ან შეიძლება არც აგეტიროს. საკმაოდ ინდივიდუალურია და ალბათ მიხვდებოდით, რომ რაღაც კუთხით საკუთარ ინტუიციასაც უნდა დაეყრდნოთ. ხანდახან ერთი სესიაც საკმარისია, რომ სრულება იგრძნო, მაგრამ მქონია შემთხვევები, როდესაც ერთი და იგივე საკითხს მიუბრუნდი 3-ჯერ, 4-ჯერ და ყოველ ჯერზე ახალ-ახალი სიღრმეები აღმოვაჩინე. ასე და ამგვარად, ნელ-ნელა, ეტაპობრივად შეგიძლია აღმოაჩინო და დაამუშავო ის ქვეცნობიერული ჩვევები, რომლებიც გმართავს. და მისცე შენს ენერგიას საშუალება, რომ წავიდეს იმ მიმართულებით, საითაც ეს წლების დაგროვილი უარყოფითი ემოციები არ აძლევდა საშუალებას, რომ წასულიყო. ამ თემის ამოწურვა სამწუხაროდ 3 წუთში შეუძლებელია და წარმომიდგენია, რომ ძალიან ბევრი შეკითხვაც გაგიჩნდებოდათ, რომლებიც შეგიძლიათ რომ კომენტარებში დამიწეროთ და შევეცდები, რომ მაქსიმალურად ამ ამოწურვად გიპასუხოთ.